12 ივლისის სტიქიამ კახეთში განსაკუთრებით თელავი დააზარალა. ადიდებულმა თელავის ხევმა ქალაქის ცენტრალური ნაწილი დატბორა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კერძო და კომერციული ობიექტები. დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა სამედიცინო დაწესებულება. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დროისთვის 3 მისამართზე მიმდინარეობს. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. როგორია პირველადი შედეგები და რა ხარჯების ანაზღაურება მოუწევს ადგილობრივ ხელისუფლებას. ამ თემებზე სასაუბროდ მოამბის კორესპონდენტი ჟანა დიდებაშვილი სტუმართან ერთად შემოგვიერთდება. მის შეკითხვებს კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე უპასუხებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში კახეთის რეგიონში სტიქიებმა იმრავლა იმატადა, რომელიც გამოწვეულია როგორც ძლიერი ქარის შედეგად, ასევე ხშირად სტიქიის მიზეზი ხდება სეტყვა, თუმცა ბოლო პერიოდში მას დაერთო უკვე ღვარცოფული მდინარეების მოდიდება და სულ ახლახანს ერთი კვირის წინ 12 ივლისს მოხდა ქალაქ თელავში სტიქია მდინარე თელავის ხევის ადიდების შედეგად, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ერთი თვის განმავლობაში მოსასვლელი ნალექის 85% მოვიდა ერთ ღამეში. მდინარე თელავის ხევმა ქალაქის ქვედა ნაწილზე გაარღვია კალაპოტი, დატბორა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტები, კორპუსების სარდაფები, მთლიანად გაანადგურა ინფრასტრუქტურა და საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ასევე მოქალაქეებს. სტიქიის პირველივე წუთებიდანვე გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა. რა ვითარებაა ამ წუთებში სტიქიის ეპიცენტრში, როგორ მიმდინარეობს იქ გაწმენდითი სამუშაოები, ბოლო დეტალების შესახებ ჩვენ ინფორმაციას მივიღებთ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულისგან ბატონ პლატონ კალმახელიძისგან, რომელიც ახლა ჩემს გვერდით იმყოფება. ბატონო პლატონ, მოგესალმებით და რომ გვითხრათ რა ეტაპზეა გაწმენდითი სამუშაოები ქალაქში. გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს პირველივე საათებიდან, სტიქიის პირველივე საათებიდან. პირველ რიგში ყურადღება უნდა გავამახვილოთ მდინარე თელავის ხევზე. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მასშტაბური ზიანი 12 ივლისის სტიქიამ მიაყენა სწორედ მდინარე თელავის ხევმა მუნიციპალიტეტს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული სტიქია იყო მასშტაბური და მდინარე ალაზნის აუზში შემავალი ყველა მდინარე, რომელიც სათავეს იღებდა ცივის მთაზე, იყო ადიდებული. ესენია შალაურის ხევი, კისის ხევი, ვარდისუბნის ხევი და ასე შემდეგ, რომელმაც თავისი გარკვეული კვალი დატოვა გარემოზე თავისი ადიდებით, ხო? მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საფრთხეს უქმნიდა პირველ რიგში მოსახლეობა სწორედ თელავის ხევი და ყველაზე დიდი მასშტაბის ინფრასტრუქტურა დააზიანა ამ ხევმა, მაქსიმალური კონცენტრაცია და ყურადღება გამახვილებული იყო აღნიშნული მდინარის მიერ მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებზე. თავიდანვე პირველივე საათებიდან, როგორც გითხარით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და დავალებით ჩაერთო ყველა უწყება, შესაბამისი უწყება, რომელსაც შეეძლო გარკვეული მონაწილეობა მიიღო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ამ ხევის გაწმენდით სამუშაოები. 3 ლოკაციაზე მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები მოვლენების ეპიცენტრში, როგორც იცით, ეს არის კავკასიონის ქუჩისა და სეხნიაშვილის ქუჩის კვეთა, სადაც ყველაზე მეტად დააზიანა ინფრასტრუქტურა, ასევე მდინარე ალაზნის შესართავთან თელავის ხევის და ზემოთ 7 კილომეტრის მანძილზე, სადაც იწმინდება ნატანიმასისგან კალაპოტი და მოეწყობა ასე რომ ვთქვათ ნაპირსამაგრის სამუშაოები თვითონ ამ ბალასტით, შესაბამის გრუნტით უпростоრედ და საკმაოდ აქტიურად და სწრაფად მიმდინარეობს ეს სამუშაოები. დაახლოებით 7 კილომეტრის სრულიად მოწყობას და გაწმენდას ამ მონაკვეთში მდინარის კალაპოტის კონტრაქტორი კომპანიის თქმით დაჭირდება მხოლოდ მაქსიმუმ 3 კვირა. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ის ვრჩებით დამბების იმედზე, რომელიც უნდა გაიწმინდოს და აქვე კითხავთ, ხომ არ იგეგმება დამატებითი ნაგებობების აშენება იმისთვის, რომ წყალი, რომელიც თქვა მოდის ქალაქის თელ პერიმეტრზე, სადაც ხევი ჩაუყვება, კიდევ უფრო დამატებითი შემაფერხებელი ჯებირები გაუკეთდეს. და რამდენად იყო ვერსია თქვენი თვალსაზრისით გამართლებული, რომ ხევის პირზე აშენებულმა სხვადასხვა ობიექტებმა გარკვეულწილად გამოიწვია
დაუწია სტიქიის ის მასშტაბები, რაც მივიღეთ 12 ივლისს. როგორც გითხარით, პირველ რიგში სპეციალისტების შეფასებით დამატებით დამბების მშენებლობის საჭიროება არ არსებობს, იმიტომ რომ აღნიშნული დამბები კარგად მუშაობს. ამას შეიძლება უბრალოდ კარგი მოვლა, დროულად გაწმენდა, რაც განხორციელდა 2022 წელს და რამაც მოგცა საშუალება იმის, რომ ამ დამბებს ემუშავა სრულყოფილად და თელავის სტიქიის ზიანი შეემცირებინა. რაც შეეხება შენობებს, რომელიც აშენებულია მდინარე თელავის ხევის კალაპოტში, როგორც გითხარით, აღნიშნული შენობები უქმნის თუ არა საფრთხეს თვითონ ამ შენობებს ან გარემოს მის მიმდებარედ აღნიშნული უკვე შესაბამისი უწყებების შესწავლის საგანია და გამომდინარე აქედან ალბათ შეისწავლიან და დაიდება შესაბამისი დასკვნები. ზოგადად ამ სტიქიამ რა გაკვეთილი მოგცა და თქვენ ახსენეთ მისი ინტენსიური გაწმენდის პრევენციული ზომების მიღებას ვინ გაუწევს მონიტორინგს აღნიშნულ 13 კილომეტრიან მონაკვეთს და როგორია სპეციალისტების რეკომენდაციები, გარემოს დამცველების რეკომენდაციები სტიქიის შემდეგ და როგორი იყო სტიქიამდე? როგორც გითხარით, დაიწყება შესწავლა ამ კალაპოტის მოცულობის, ასევე დაიწყება შესწავლა გეოლოგიის, დამბების მიმდებარე ტერიტორიაზე და ყველა სამუშაო საკითხის გადაჭრის და გადაწყვეტის იქნება დაფუძნებული მეცნიერულ კვლევაზე, შესაბამისად მისი მოვლა-პატრონობაც შემდგომში ამ გადაწყვეტების შედეგად იქნება დაფუძნებული სწორედ ამ მეცნიერულ შესწავლაზე. 12 ივლისი არა მხოლოდ თელაველებისთვის იყო განსაკუთრებულად მძიმე ღამე, არამედ თელავის მუნიციპალიტეტის კიდევ რამოდენიმე სოფლისთვის, სადაც ადიდდა ასევე ხევები და დასახლებული პუნქტები ამ შემთხვევაში გადარჩა, თუმცა საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, მოსახლეობამ იქ მთლიანად დაკარგა, ვენახები, ხეხილის ბაღები, ერთწლოვანი კულტურების ნათესები და ასე შემდეგ. რას ეტყოდით ამ მოსახლეობას თუ გაქვთ გეგმაში მათი დახმარება ან როგორ ფიქრობთ რომ ისინი ამ ზარალს აინაზღაურებენ? პირველ რიგში ჩვენ რასაც ვახორციელებთ იმას, რომ დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზები გარკვეულ სოფლებში, იქ სადაც მდინარეები გადმოვიდა კალაპოტიდან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა დავიწყეთ და ვაგრძელებთ აქტიურად ამ სავარგულებამდე მისასვლელი გზების შეკეთებას, იმისათვის, რომ მოსახლეობამ თავისუფლად შეძლოს წვდომა მათ ნაკვეთებთან და უზრუნველყოს ის აგროოპერაციები, რომელიც სეზონის ამ დროს მიმდინარეობს, ასევე უზრუნველყოს იმ სეზონური ხილის თუ ბოსტნეულის დაბინავება, რომელსაც ჭირდება ამ დროს დაბინავება და გამომდინარე აქედან ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად შევეცდებით აღვადგინოთ აღნიშნული ინფრასტრუქტურა. და აქვე არ შემიძლია არ გკითხოთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმეთთან დაკავშირებით ჩვენმა არხმა არაერთხელ მოამზადა სიუჟეტი, იქ მოსახლეობას ძალიან რთულ ვითარებაში უწევს ცხოვრება. იცით რომ ეს არის სასაზღვრო სოფელი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის პირას მდებარე და სტიქიას ებრძვის ეს სოფელი, თუმცა მანამდეც ისინი ფაქტობრივად ცხოვრობენ წყალზე, არის სახლები დატბორილი და თქვენ ვიცით რომ იყავით ადგილზე ჩასული, ვიცით რომ ნახეთ და შეისწავლეთ მდგომარეობა და რისი თქმა შეგიძლიათ გამოსავალი თუ არსებობს ამ სოფლისთვის? მე პირადად ვიყავი სტიქიის დღეს, ვიმყოფებოდი სოფელ ერისიმეთში მუნიციპალიტეტის მერთან ერთად. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერს პირადად არ შეუწყვეტია კომუნიკაცია სოფელ ერისიმეთის მოსახლეობასთან. ჩვენ არ შეგვიწყვეტია მსჯელობა აღნიშნული სოფლის პრობლემებთან დაკავშირებით. მომდევნო კვირაში მე გიდასტურებთ, რომ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტად ზუსტი ინფორმაცია მოგცეთ თუ რა გადაწყვეტილებებს მივიღეთ იმისათვის, რომ სოფელ ერისიმეთის მოსახლეობას კიდევ უფრო შევუმსუბუქოთ იქ ყოფა და მოუწესრიგოთ იქ ინფრასტრუქტურა. თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირაში ჩვენ შეგვეძლება დაზუსტებით გითხრათ უფრო მეტი ამის შესახებ. გრუნტის წყლებია ძირითადი მათი პრობლემა, რომ აღარ ფერი ვთქვათ იმ მდინარეებზე, რომელიც სოფელს
ადგილს სამივე მხარეს ჩამოუდის და თავარი პრობლემა, რომელსაც ისინი ვერ ერევიან საკუთარი ძალებით, ეს გრუნტის წყლებია, რომელიც პირველ სართულებზე ამოსდის და საკმაოდ რთულია ალბათ ამ შემთხვევაში რაიმე ისეთი დაგეგმა, რომელიც მე კიდევ უფრო მეც გეტყვით, მათი პრობლემა გრუნტის წყლები კი არა, მათი პრობლემა არის კომპლექსური და ეს კომპლექსური პრობლემები შეადგენს იმ ნაპირ სამაგრ სამუშაოს, შეადგენს სარეაბილიტაციო ბაღს, სკოლას, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურას, საზოგადოებრივ საჯარო ინფრასტრუქტურას, რაზეც კიდევ ერთხელ გითხარით, კომპლექსურად მივიღებთ გადაწყვეტილებას და მომდევნო კვირაში კიდევ უფრო მეტად დაზუსტებით, ჩვენ შეგვეძლება უთხრათ სოფელ ერისიმედის მოსახლეობას და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ და ფართო საზოგადოებასაც აღნიშნულ საკითხში აქტიურად არის ჩართული რეგიონული განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტის მერია და ყველა შესაბამისი უწყება. და ბოლოს ჩვენ 2023 წელს გვახსოვს, რომ იყო მდინარის ადიდების შედეგად კიდევ ერთ ქალაქში სტიქია, ეს იყო გურჯაანი და უკვე ცნობილია, რომ ზუსტად ამ ქალაქსაც თავს დაატყდა სტიქია იმის გამო, რომ იყო გასაწმენდი არხები. ამ მიმართებით თუ გაქვთ ინფორმაცია, უნდა ელოდოს თუ არა გურჯაანი კიდევ მსგავს შემთხვევას. რამდენად არიან დაზღვეულები? მაქსიმალურად, ესე რომ ვთქვათ, კომპლექსური ღონისძიებები იქნა გატარებული გურჯაანის იმ დროინდელ სტიქიასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ ვიგეგმებით ყველა ღვარცოფულ ხევზე, კახეთის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ალბათ თქვენ გულისხმობთ, ეს ლაგოდეხია, ყვარელია, გურჯაანია თუ თელავია, მოგეხსენებათ აღნიშნული მუნიციპალიტეტები უფრო მოწყვლადია, უფრო მეტად ამ ღვარცოფული მდინარეების ადიდების მიმართ. ყველა საკითხი დევს მაგიდაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროსი და ჩვენი განხილვის ფორმატში და გამომდინარე აქედან ჩვენ ვეძებთ გადაწყვეტილებების გზებს, ვსწავლობთ და კიდევ რომ აუცილებლად იქნება დაფინანსებული ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც დაჭირდება სტიქიის პრევენციულ ღონისძიებებს, რათა ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობა მიგრძნოს თავი უსაფრთხოდ. დიდი მადლობა, ბატონო პლატონ. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ. ეს იყო ჟანა დიდებაშვილი სტიქიის ზონიდან. მადლობა ჟანა.